1979 წლის 22 იანვარი, ბეირუთი, არაფრით გამორჩეული დილა. ვიწრო ქუჩებში მზის სხივების შუქსემტვრის ნაწილაკები ქაოსურად ირევა. ვიღაც პურს ყიდულობს, ვიღაც სამსახურისკენ მიიჩქარის, ვიღაც მეზობელს ესალმება. სახლიდან მაღალი, ათლეტური, ჰოლივუდური გარეგნობის მამაკაცი გამოდის, ფრთხილი მზერით, დაცვის თანხლებით. უკან კიდევ ერთი მანქანა მიჰყვება, შეიარაღებული ადამიანებით სავსე. სახლში ლამაზი ორსული ცოლი დატოვა. რამდენიმე თვეც და შვილი უნდა შეეძინოთ. ჯერ არ იცის, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი დღე მისი სიცოცხლის ბოლო აკორდია. ავტომობილი ქუჩის კუთხემდე აღწევს და უცებ ირგვლივ კვამლი, ნამსხვრევები, ბევრი სისხლი და ცხედრები. მოსადმა შურისძიების მორიგი მისია შეასრულა. მოკლა კაცი, რომელსაც 7 წელი დასტევდნენ. მიუნხენის ტერაქტის მთავარი არქიტექტორი, პალესტინელი წითელი პრინცი, ალი ჰასან სალამ. გამარჯობა, მე ხატია ვარ და გიყვებით მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ამბავზე, რომელიც იმაზე უფრო დამაინტრიგებელი და მძაფრია, ვიდრე ნებისმიერი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი. მაშასე, ვინ იყო ალი ჰასან სალამი? მოსადისთვის დაუსრულებელი საქმე 1972 წლის მიუნხენის ტერაქტის შემოქმედი, რომლის ორგანიზებითაც მოკლეს 11 ისრაელელი სპორტსმენი, მტერი, რომელიც უნდა მოეკლათ. CIA-ისთვის სასარგებლო ადამიანი ბინძურომში, ინფორმატორი, ერთადერთი რგოლი პალესტინასთან დასაკავშირებლად, პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციისთვის გმირი, პალესტინის მომავალი. იასირ არაფატის ერთგული და ბევრის აზრით მისი მემკვიდრე. ხომარიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც საზოგადოებაში, ადამიანების გონებაში სამუდამოდ რჩება და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ მითიურ ელფერს იძენს. ზუსტად ასეთი იყო ალი ჰასან სალამე, იმ განსხვავებით, რომ მის ცხოვრებას დამატებით მითიურობის მინიჭება აღარ სჭირდება და ახლა გეტყვით რატომ. წარმოგიდგენიათ მუსლიმი კაცი, ტერორისტი, ორმაგი აგენტი, ამავდროულად პლეიბოის ცხოვრების წესით, მდიდრული წვეულებებით. კაცი, რომელსაც CIA უფინანსებს ჰავაიზე თაფლობის თვეს და დასავლურ სამყაროში გზა ხსნილი აქვს მიუხედავად თავისი ტერორისტული საქმიანობისა. სწორედ აი ამ ყველაფრის კომბინაცია იყო ალი ჰასან სალამეს ცხოვრება და სანამ უშუალოდ მის საქმიანობაზე მოგიყვებოდეთ, უფრო კარგად რომ გავიგოთ და გავიაზროთ რა ტიპის ადამიანთან გვაქვს საქმე, მოგიყვებით მისი ცოლის ჯორჯინა რისკის შესახებ. რისკი ლიბანელი მოდელი იყო, რომელმაც 1971 წელს მის სამყაროს კონკურსზე წარადგინა ლიბანი და გაიმარჯვა. გახდა პირველი ლიბანელი ქალი, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ასევე გახდა პირველი არაბი გამარჯვებული კონკურსის ისტორიაში. რისკი ბეირუთში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენ წელს ითვლიდა ალისა და ჯორჯინას ურთიერთობა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მათ ერთმანეთი 1971 წელს გაიცნეს, ოფიციალურად კი 1977 წელს იქორწინეს. რისკი მოდელი იყო, რომელიც თავისი მიღწევების გამო ლიბანში პოპულარული ფიგურა გახდა. არასდროს ჰქონია პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი, თუმცა ხშირად უნებლიეთ აღმოჩნდებოდა ხოლმე პოლიტიკური კითხვების წინაშე. მაგალითად 1971 წელს, როდესაც ფლორიდაში მის სამყაროს კონკურსზე წარადგინა ლიბანი, მაშინ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჯორჯინა რისკი წარმოდგენილი იყო თავის ისრაელელ კოლეგასთან, ისრაელის წარმომადგენელთან ერთად, მეგობრულ გარემოში. ისინი ერთმანეთზე, მოდელები ერთმანეთზე თბილად საუბრობდნენ, როგორც ეს ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ვიდეოებში. ჯორჯინა ამბობდა, რომ მისი ისრაელელი კოლეგა ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო და სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა და გოგონები კონკურსის განმავლობაში მეგობრობდნენ. ამ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლიბანში და ჯორჯინა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა ისრაელის წარმომადგენელთან და როდესაც ჯორჯინა ლიბანში დაბრუნდა, მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა მოდელმა თქვა, რომ კონფლიქტების მოგვარება და პოლიტიკა მისი საქმე არ იყო, კონფლიქტები უნდა მოაგვარონ პოლიტიკოსებმაო. ისე ხომ არ გახსენებთ,
რომელიმე ხელოვანის გამონათქვამს. როდესაც ალი ჰასან სალამესა და ჯორჯინას ერთმანეთი შეუყვარდათ, სალამე უკვე ქორწინებაში იყო. ამბობენ, რომ პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი არ იწონებდა მათ ქორწინებამდელ ურთიერთობას, რადგან ის არღვევდა ტრადიციულ კონსერვატორულ არაბულ სტატუს კვოს და ამის გამო მტრულად იყო განწყობილი ჯორჯინა რისკის მიმართ. ქორწინების შემდეგ ჯორჯინამ თავი დაანება სამოდელო და კინოკარიერას წყვილი მდიდარ ლიბანელებთან და პალესტინელებთან ურთიერთობით იყო ცნობილი. ქორწინების შემდეგ მათ თაფლობის თვე ჰავაიზე გაატარეს და წარმოიდგინეთ კაცს, რომელიც მოსადის მიერ ყველაზე უფრო მეტად ძებნილი პირია, თაფლობის თვეს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უფინანსებს. დაუბრუნდეთ სალამეს პერსონას. ის იყო იასირ არაფატის მარჯვენა ხელი პალესტინური დაზვერვის ბირთვი მის გარშემო ერთიანდებოდა. სალამე დაკავშირებული იყო შავი სექტემბრის ორგანიზაციასთან, რომელიც იყო პასუხისმგებელი 1962 წელს ოლიმპიადაზე მიუნხენში ჩასული 11 ისრაელელი სპორტსმენის გატაცებასა და დახოცვაზე. უშუალოდ ამ ტერაქტზე მე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ეს ისეთი თემაა, რომელიც ცალკე ეპიზოდს იმსახურებს და რომლის გადმოცემაც და ამ ამბის გადმოცემა შეუძლებელია რამდენიმე წინადადებით, თუმცა გირჩევთ თუ კი ამ თემით დაინტერესებულები ხართ, გირჩევთ რომ ნახოთ Netflix-ის დოკუმენტური სერიალი, რომლის სახელიც ახლა გამოჩნდება და ასევე ნახოთ სტივენ სპილბერგის ფილმი სახელად მხატვრული ფილმი სახელად მიუნხენი. მოსადმა ტერაქტის მომწყობებზე ნადირობა გამოაცხადა და დროთა განმავლობაში ყველა დახოცა, თუმცა ვერაფრით გავიდნენ მთავარზე ალი ჰასან სალამეზე, რადგან როგორც გითხარით, მას CIA იმფარველობდა. სალამესა და CIA-ის კავშირი 70-იან წლებში უზრუნველყოფდა ლიბანში ამერიკელი დიპლომატიური და უსაფრთხოების ძალების დაცვას. თუ CIA-ის მუშაობის სპეციფიკა შეისწავლით და მას ისტორიას გადახედავთ, ნახავთ, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტები ყოველთვის თანამშრომლობდნენ ცუდ ბიჭებთან და რატომ? იმიტომ რომ მათ ლენგლისში შესანიშნავად იციან, რომ ცუდმა ბიჭებმა ყოველთვის უფრო მეტი იციან ცუდ ბიჭებზე, ვიდრე ეს კარგ ბიჭებს ოდესმე ეცოდინებათ. სალამესა და CIA-ის დაზვერვის აგენტის ურთიერთობა სადაზვერვო სამყაროს კლასიკური სიუჟეტია. 1979 წელს CIA-ის საიდუმლო აგენტმა რობერტ ეიმსმა ფარული საკომუნიკაციო არხი დაამყარა ალი ჰასან სალამესთან, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე ლეგენდარული ამერიკელი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა, საზეიმოდ დაჰპირდა ისრაელის ოფიციალურ პირებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაამყარებდა კავშირს პალესტინასთან და რას აკეთებს CIA და რას აკეთებს CIA-ის აგენტი რობერტ ეიმსი. ის მთელი 10 წლეულის განმავლობაში რეგულარულად ხვდება ალი ჰასან სალამეს, მასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა და იცოდა თუ არა ამის შესახებ CIA-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა. რა თქმა უნდა, იცოდა კი არა, რიჩარდ ჰელმსის მიერ სრულად იყო მხარდაჭერილი ეს არხი და იცოდა თუ არა ჰენრი კისინჯერმა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდა და არასდროს უცდია ხელი შეეშალა ამისთვის, რადგან შესანიშნავად აცნობიერებდა ამ კავშირის დაზვერვით ღირებულებას. ეიმსისა და სალამეს კავშირი კი ძალიან ღრმა იყო. ეშმაკთან თუ ჭამ, გრძელი კოვზით უნდა ჭამო, მაგრამ ეიმსი მოკლე კოვზით ჭამდაო, იხსენებდა მოგვიანებით CIA-ის ერთ-ერთი აგენტი და ახლა გეტყვით რას გულისხმობდა. ეიმსი მეგობრობდა სალამესთან და მის პირველ ცოლთან. ბეირუთში ყოფნის დროს თითქმის ყოველ მეორე საღამოს მათთან ვახშმობდა. როცა სალამეს ჯორჯინა რისკი შეუყვარდა, ეიმსი ამის წინააღმდეგი იყო. არ მესმის, რატომ ურევ საქმეში სხვა ქალს ეუბნებოდა ეიმსი, მაგრამ როცა სალამემ სთხოვა, მან ისე მოაწყო, რომ სალამე და ჯორჯინა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰავაიზე წასულიყვნენ თაფლობისთვის გასატარებლად. რასაკვირველია CIA-ის ოფიცრის თანხლებით. ცხადი იყო, რომ ცენტრალური დაზვერვის სააგენტო უდიდეს ძალისხმევას ახმარდა და უფრთხილდებოდა სალამესთან ურთიერთობას და მას ფასდაუდებელ წყაროდ მიიჩნევდნენ. ეს ურთიერთობა ორმხრივი იყო. ეიმსი ცდილობდა გამოეტეხა სალამე და გამოეტანა ინფორმაცია სხვა ტერორისტებზე და ამას წარმატებით ახერხებდა, ხოლო სალამე თავის მხრივ ცდილობდა დაერწმუნებინა ვაშინგტონი ეიმსის დახმარებით, რომ ეღიარებინა, მოეპოვებინა პალესტინის აღიარება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, მოგვიანებით CIA ტრენინგსაც კი უტარებდა პალესტინის უსაფრთხოების ძალების ჯგუფს Force 17, რომელიც თავის მხრივ ბეირუთში ლიბანის სამოქალაქო ომის დროს გარკვეული პერიოდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იცავდა. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, იცოდა თუ არა მოსადმა
რომ სალამეს CIA იმფარველობდა. რა თქმა უნდა, მოსადმა იცოდა და ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა, სხვანაირად ძალიან მარტივად შეძლებდნენ მის ლიკვიდაციას. და მიუხედავად ამისა, რომ იცოდნენ, მოსადისთვის მთავარი იყო 1972 წლის ტრაგედიის, ტერაქტის შემოქმედების ლიკვიდაცია და მათზე შურისძიება და არასდროს უთქვამთუარი სალამეს მოკვლაზე. გარდა ამისა, ისრაელში შიშობდნენ, რომ სალამესა და CIA-ის კავშირი საბოლოოდ იმას გამოიწვევდა, რომ მსოფლიო იასირ არაფატს თეთრ სახლში ნახავდა. და ეს დამატებით мотиваცია იყო ისრაელისთვის სალამეს ლიკვიდაციისა. საბოლოოდ იასირ არაფატი მსოფლიო მართლაც ნახა თეთრ სახლში, თუმცა სხვა ისტორიულ მონაკვეთში, იმ პერიოდში, როდესაც სალამე უკვე ცოცხალი აღარ იყო. ახლა კი ამბის კულმინაციურ ნაწილზე გადავიდეთ, როგორ მოკლა მოსადმა ალი. ეს ამბავი მოგვიანებით მოსადის იმ საიდუმლო აგენტმა თვითონვე გაიხსენა, რომელმაც მისია შეასრულა. ჩვენას პირობითად აგენტი X-ი დავუძახოთ. ამ ადამიანმა ცხადია კონფიდენციალობის დაცვით ისრაელის მედიას მოყვა ოპერაციის დეტალებზე. მოსადმა ის 1974 წელს გაგზავნა ბეირუთში და დაავალა მიუნხენის ხოცვა-ჟლეტის ორგანიზატორის ლიკვიდაცია, თუმცა აუკრძალეს სამიზნესთან კონტაქტი. მიუხედავად ამისა, ისე მოხდა, რომ სანამ ალის მკვლელი გახდებოდა, მანამდე მისი საუკეთესო მეგობარი იყო. აგენტი X-ი წლების განმავლობაში გამოგონილი ვინაობით მუშაობდა და აკვირდებოდა თავის სამიზნეს, შემდეგ კი ინფორმაციას მოსადს გადასცემდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში იყო, რომ თავისი გამოგონილი ვინაობა თვითონვე გაეთავისებინა და თვითონ დაეჯერებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაცია ჩავარდებოდა. მე ამას დადებით შიზოფრენიას ვეძახი. თუ მე არ დავიჯერებდი, თუ ვერ გავითავისებდი, ვერც იმ ბიჭს დავაჯერებდი. ამბობდა აგენტი X-ი. საიდუმლო აგენტისთვის ცნობილი იყო, რომ ალი ჰასან სალამე ბეირუთში ერთ-ერთი საერთაშორისო სასტუმრო სპორტდარბაზში რეგულარულად ვარჯიშობდა. ამიტომაც რეგულარულად დადიოდა იმ დღეებში სპორტდარბაზში, როდესაც ალი ჰასან სალამე ვარჯიშობდა, თუმცა მასთან კომუნიკაციას არ ამყარებდა, უბრალოდ აკვირდებოდა. კომუნიკაცია სასტიკად აკრძალული ჰქონდა, რადგან მოსადს შინოდა არ გამოაშკარავებულიყო და ოპერაცია არ ჩავარდნილიყო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მოსადის აგენტთან ალი ჰასანმა თვითონვე დაამყარა კონტაქტი. დაახლოებით 6 თვის შემდეგ მორიგჯერზე დარბაზში ვარ და უცებ ზურგს უკან ხმამესმის. არასწორად აკეთებ მეგობარო. შემოტრიალდი და ვხედავ ჩემს უკან ალი ჰასან სალამე დგას. შემდეგ ალი მაჩვენა როგორ უნდა გაეკეთებინა ეს კონკრეტული ვარჯიში. ბოლოს ისე მოხდა, რომ სკვოშს თამაშობდნენ ერთად მოსადის აგენტი და ალი სალამე და იმდენად დამეგობრდნენ, რომ ალიმ ვახშამზეც დაპატიჟა. აგენტი სალამესთან გატარებული დროს სიამოვნებას ანიჭებდა, თუმცა არასდროს ივიწყებდა თავის ნამდვილ მისიას და არასდროს არ დაუვიწყებია რისთვის გაგზავნეს ის ბეირუთში. უნდა მახსოვდა, ეს მისია ომია და ომის წესებით უნდა ვიმოქმედოთ. მე მას ერთდროულად მეგობარსაც ვუწოდებ და დაუძინებელ მტერსაც. არ არის ადვილი, როცა იცი, რომ ის უნდა მოკვდეს. აგენტმა X-მა სალამეს მკვლელობის პოტენციური მეთოდების ძიება დაიწყო და თავის უფროსებს შესთავაზა. 1978 წლის ოქტომბერში კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმდნენ. მივხვდი, რომ მისი რუტინა იყო სახლიდან დაახლოებით 11-12 საათზე გასვლა და მანქანით გადაადგილება. მადამ კიურის ქუჩა ცალმხრივი იყო 300 მეტრის მანძილზე. შემდეგ არის გზაჯვარედინი. პირდაპირ ვეღარ გააგრძელებ, მარჯვნივ უნდა მოუხვიო. მოხვევის შემდეგ 3 საპარკინგი ადგილია. თუ დილით საპარკინგი ადგილს დაიკავებ და მანქანაში ბომბს დაამონტაჟებ, ოპერაცია უკვე შენს ხელშია. ამბობს აგენტი. ამ ეტაპზე მოსადმა ოპერაციაში ჩართო კიდევ ერთი ადამიანი, ქალი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო ამერიკა ჩემბერსის სახელით გაიცნო. სწორედ მას უნდა გაეაქტიურებინა ბომბი ბრიტანული წარმომავლობის ჩემბერსი მოსადმა რამდენიმე წლით ადრე დაიქირავა. ჩემბერსმა ბინა ახლომდებარე სახლში იქირავა 1979 წელს ოპერაციას მწვანე შუქი აუნთეს. აგენტი X-ი იორდანიაში გაემგზავრა, ვითომ დასასვენებლად სინამდვილეში კი მოსადის ჯგუფთან შესახვედრად. აგენტებმა ამას გადასცეს დიდი ზომის ავეჯი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო მოთავსებული. აგენტმა X-მა ამ ავეჯით გადაკვეთა იორდანია, სირია და ლიბანში შეიტანა. მესაზღვრეებმა ავეჯის შესახებ კითხვები დაუსვეს, მაგრამ არ შეუმოწმებიათ თუ რა იყო იქ მოთავსებული. ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ასაფეთქებელი მოწყობილობა აგენტმა X-მა კიდევ ერთ მესამე აგენტს გადასცა, რომელიც ჩართული იყო ამ ოპერაციაში და რომელმაც ასაფეთქებელი მანქანაში დაამონტაჟა. რაც შეეხება ერიკა ჩემბერს, როგორც გითხარით, მას სალამეს სახლის გვერდით კორპუსში ჰქონდა დაქირავებული ბინა და იქედან აკვირდებოდა, ფანჯრიდან აკვირდებოდა მოვლენებს და ბომბი სწორედ მას დისტანციურად უნდა გაეაქტიურებინა.
აფეთქების დღეს 1979 წლის 22 იანვარს სალამე სახლიდან 2 მანქანის თანხლებით გავიდა და ზუსტად ისე როგორც სხვა დროს კუთხისკენ გაემართა. ჩემბერსმა, რომელიც გადაადგილებას თავისი ბინიდან აკვირდებოდა, ბომბი აამოქმედა. აფეთქების შედეგად დაიღუპა სალამეს დაცვის 4 წევრი, თავად სალამე მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა 4 უდანაშაულო გამვლელი და დაშავდა 16 ადამიანი. მოსადის აგენტები გაიქცნენ და ისრაელში დაბრუნება შეძლეს. ოპერაციის დასრულების შემდეგ აგენტი იქსი ისრაელში დაბრუნდა და ჩვეულებრივი ცხოვრებით განაგრძო ცხოვრება. ჯორჯინა რისკი იშვიათად საუბრობს თავისი ცხოვრების ამონაკვეთზე. აი ეს ამონარიდის მისი ერთ-ერთი იშვიათი ინტერვიუდან, სადაც ჯორჯინამ ალი ჰასან سالامის ლიკვიდაციის დღე გაიხსენა. كان نازل هو من البيت ما لحق يلف الكوع سمعنا انفجار كبير. أنا فكرت إنه جدار الصوت. رحت على البلكون شفت فعلا السيارات واقفة. شفت يعني روس طالعة من السيارات بس قلت لا مش هني. صار في لبكة بالشارع. ما بتذكر مارق شخص بيعرفني قال لي شو صار؟ قلت له في انفجار لسيارة صارت. ماني عارفة إذا سيارة أبو حسن أو حدا تاني. قلت له للسواق روح عند شخص صديقنا قريب علينا جيبه تعا. هالصديق هيدا ما نطر، كان كتير أصحاب هو وياه. ما نطر إنه ابعت حدا. أنا عم بقول له بعت، كان واصل هو بالسيارة. قال لي اطلعي. لوين؟ على المستشفى. مارق شخص بعدين بالكوريدور بقول لي جورجينا اطلعي على البيت، هون في كتير عجقة وفوضى، خليك انطري الخبر هونيك. طلعت على البيت أنا على أساس إنه هو تحت العملية. حتى صديق منهم إجا لعنا اطلع فيي هيك. قلت له شو بك؟ بليز انزل جيب لي خبر من المستشفى. طبعا كلهم عارفين إنه كان توفى، كانت سيارته فعلا، بس أنا ما صدقت هالشيء. هالزلمه قد ما صار عنده عدم ثقه بنفسه رجع نزل على المستشفى تيتاكد انه فعلا توفى ايه او لا. وقت اللي رجع وهزلي هيك براسه عرفت انه كان متوفي. Ravedi eწია CIA-ის აგენტ რობერტ ეიმს 1983 წლის 18 აპრილს ბეირუთში ამერიკის შეერთებული შტატების ოფისზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა 16 ამერიკელ და 45 ლიბანელ სამოქალაქო პირთან ერთად. ეიმსის ამბავი ბევრს ახსენებს, რომ დაზვერვის ძველებურ მეთოდებს ვერ შეცვლის და ვერ ჩაანაცვლებს თანამედროვე მილიონობით დოლარის ღირებულების ტექნოლოგიები და რომ დაზვერვის მოძველებულ მეთოდებს, რასაც უწოდებენ ახლა, პრაქტიკულად შეუცვლელია. და რატომ? მან წლები დახარჯა ახლო აღმოსავლეთის კულტურის, ისტორიის გაცნობაში და გააზრებაში. სალამესთან ამგვარი ურთიერთობის დამყარება იმიტომ შეძლო, რომ კარგად ესმოდა ეს რეგიონი, მისი ენა, ისტორიული სიღრმე და გეოპოლიტიკური მგრძნობელობა. ჩვენი პირველი ეპიზოდი აქ მთავრდება. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დამიწერეთ, რომ თქვენი თითოეული სიტყვა და თითოეული კომენტარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან დიდი мотиваციის წყაროა და მომავალშიც გიამბობთ ამბებს, რომლებიც ისტორიამ უკვე დაწერა, მაგრამ ჩვენ თანამედროვე პერსპექტივიდან ახლებურად წავიკითხავთ. მადლობა, რომ მიყურეთ.